ამ ვითარებაში? სად ვართ დღეს ჩვენ? ხო, სად ვართ ჩვენ ვართ რუსული რეჟიმის მართლობის პირობებში და შესაბამისად აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ რუსული რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის მოკავშირეებს. ჩვენ ვხედავთ ძალიან ცალსახადრო სოციალურ ქსელებში ჩვენ რუსული რეჟიმის მომხრეები ირანის მომხრეებად მოგვევლიდნენ. მე მგონი იქამდეც კი მზად არიან რომ შაჰბაზის ძეგლები დადგან, მაგრამ ახლა ეგ ალბათ კახეთს გაანაწყენებს და ალბათ ამის გამო მოერდებიან. ხო, კობახიძის სატირალში ვიზიტის შემდეგ კი ბატონო და იქ იმ ფრაზების მხარდაჭერის შემდეგ ხო რაც ის ხო და ის ცნობილი სურათი სადაც ახლა კობახიძე უკვე კიდევ უფრო მეტ სატირალში მოუწევდა ახლა ჩასვლა უბრალოდ ისეთ ვითარება არა როგორც ჩანს პომპეზური ისინი დაკრძალვები არ ხდება ირანში. ხო, კი ბატონო. რეალურად ძალიან დიდი გავლენა აქვს ამას ჩვენს რეგიონზე, რადგანაც საქართველოს როლი ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკურად იზრდება. განგრძობადი კონფლიქტის პირობებში, რასაკვირველია აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთის გასადენი და ნავთობსადენი ძალიან პრინციპული ხდება უკვე ევროკავშირისთვისაც, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და საერთოდ მთელი მსოფლიოსთვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ საქართველოს როლი იზრდება და ეს არ ამგონია რომ ახარებდეს ამ შემთხვევაში ჩვენს რუსულ რეჟიმს. დიახ. რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მათ სჭირდებათ ისეთი მთავრობა, რომელსაც დაეყრდნობი, რომელიც იქნება ერთგული თავისი სამოკავშირეო ღირებულებების და არ იქნება რუსეთის მხარეს. კი ბატონო, თუმცა ფაქტია, ბატონ თემურო, უფრო პირიქით, უფრო ჩქარობს ბიძინა ივანიშვილი, რომ რაც შეიძლება მეტად განამტკიცოს, ხო, ეს დიქტატურა და ყველაფერი ამაზე მიუთითებს. ფიქრობთ, რომ ხო ეს სიჩქარე ამით არის გამოწვეული. ზუსტად ამიტომ ჩქარობს ის, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ ირანის რეჟიმი შეიძლება ჩამოიშალოს ნებისმიერ მომენტში, შეიძლება არ ჩამოიშალოს. რადგანაც აქ როგორც ძალიან სწორად აღნიშნა გიორგიმ წინა ნაწილში გადაცემის გარე საფრთხის დროს შესაძლებელია კრიტიკულად განწყობილი მასაც მთავრობის მომხრე იყოს ახლა ირანში ოპოზიციის მხარდამჭერი დაახლოებით 65-70%-ია მოსახლეობის, მაგრამ რეალურად გარე საფრთხის პირობებში ჩვენ არ ვიცით ეს ხალხი როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში. პირველ რიგში ჯერჯერობით თავის გადარჩენას ცდილობენ. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოეშალოს რეჟიმი, შეიძლება გაძლოს რეჟიმი. ორივე შემთხვევა, ასე ვთქვათ, არის ძალიან რთული საკითხი და ამ სიტუაციაში რეჟიმის ჩამოშლა უბრალოდ ქართული ოცნებისთვის არის კატასტროფული. რადგანაც სირია, ირანი და მოდის ეს აქეთ ამ შემთხვევაში და შემდეგი უკვე რუსეთის მოკავშირეებიდან გამოდის უკვე ქართული ოცნებიდან. ხო, კი ბატონო, ხედავს ბიძინა ივანიშვილიც, რომ მართლაც ეს ბოროტების ღერძი, ბოროტების მოკავშირე რეჟიმები თავის პუტინთან ერთად იმედია მალე მიყვება, ხო, პუტინიც ამას და პუტინს შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე პუტინის მიმართ, ჯერჯერობით რაც ხდება, ეს არის ძალიან ცუდი პუტინისთვის. სიტყვები და საქმეები ერთმანეთისგან განსხვავებული გამოგვდის. და მე ვერ წარმომიდგენია ვარიანტი, რომლითაც საბრძოლო მოქმედებები ირანის ტერიტორიაზე შეწყდება, ეს დაბომბვები ფორდოს ბირთვული რეაქტორის განადგურების გარეშე. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. ისრაელმა რაც დაიწყო ის იმას ვერ გააჩერებს ახლა. შესაბამისად, ესე იგი, არის ორი ვარიანტი, ან რეჟიმის შეცვლა და იმ რეჟიმის მიერ აბსოლუტურად უარის თქმა ბირთვულ პროგრამაზე ყოველ შემთხვევაში სამხედრო თვალსაზრისით და იმ რეჟიმს უფრო ენდობიან. ან არ ვიცი, ახლა სახმელეთო ოპერაცია ძალიან ძნელი შესაძლებელი იქნება და პირდაპირ ვიტყვი, სახმელეთო ოპერაციის განხორციელების თვის მზადებას მე ვერ ვამჩნევ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს მოითხოვს დიდი რაოდენობით, ათეულობით კი არა, ასეულობით ათასი ჯარისკაცის გამოყენებას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ჩარევის გარეშე უბრალოდ ფიზიკურად ვერ ექნება ადგილი. დიახ, და თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონ თემურ წინა სტუმართანაც ამაზე ვსაუბრობდით და ალბათ მსოფლიო მედიაში მთავარი კითხვა ეს არის, ხო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლა ტრამპი, სულ უფრო აქტიურად წერენ, რომ ის ძალიან უახლოვდება გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთო შეერთებული შტატები, სწორედ აი ამ გვირაბების სიღრმეში არსებული გვირაბების. ხო,
მე ვფიქრობ, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ გავიგოთ, რომ ისრაელს თურმე ქონია ასეთი ბომბები. მართლა? გასაგებია, კი ბატონო. მე არ გამოვიცხავ ამას ახლა ამ შემთხვევაში, ასე რომ ეს როგორც ცნობილი გამონათქვამი აქვს, რომ ისრაელს არ აქვს ვირტუალური იარაღი, არ აპირებს მის შექმნას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ის მას გამოიყენებს, ასე რომ კი ბატონო. ხო, ასე რომ აქ ვირტუალური იარაღის გამოყენებაზე არ არის საუბარი. შეიძლება აღმოაჩნდეს ბომბი, რომელიც გვეკონა რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში ქონდეს. დიახ, აბსოლუტურად შესაძლებელია ეს. აქამდე რამდენიმეჯერ მოხდა ისტორიაში, რომ ისეთ შეიარაღება ქონდა ისრაელს, რომელიც არავინ არ იცოდა. ხო, საინტერესოა ძალიან. კი ბატონო, ბატონო, მოდით გადმოვინაცვლოთ საქართველოში ამ ვითარებაში ვახსენეთ ჩვენ რომ ბიძინა ივანიშვილი ჩქარობს განამტკიცოს დიქტატურა და ეს შესაბამისად ძალიან მძიმე დაისახება, ხო? ჩვენს ქვეყანაზე, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც. უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მოქალაქეებს ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ იმით, რომ ციხეში გამოკეტა უკვე აქტივისტები, პოლიტიკოსები, ვთქვათ, იქ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები მათ შორის, ახლა უკვე უვიზო რეჟიმის აკრძალვასთან, გაუქმებასთან უпростоრად ძალიან ახლოს ვართ მისული. ხო, ну შეჩერებასთან ჯერ ყოველ შემთხვევაში. ნამდვილად ახლოს ვართ და ნამდვილად ალბათ მსგავს სიტუაციაში ალბათ მიიღებს კიდევ შესაბამის გადაწყვეტილებას ევროკავშირი, იმიტომ რომ ის ყველანაირად ანგარიშს უწევს საქართველოს მოსახლეობის შეხედულებებს, საქართველოს ოპოზიციური პარტიების თხოვნებს ამ მიმართულებით, მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც უკვე ეს ნაკლებად ჭრის. რადგანაც უკვე იზრდება ამ შემთხვევაში დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ამით რეჟიმს ჩვენ ვერ ვაზიანებთ, იმით რომ თქვენ გეხმარებით ამ კუთხით, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია რომ ეს თავად აი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე როგორ შეიძლება რომ აისახოს, რა გავლენას მოახდენს? ეს გავლენას მოახდენს, იმიტომ რომ დააკვირდე ელემენტარულად რო დავაკვირდე. ხდება მთლიანად მთელი ქვეყანა, ყველა ვიქნებით პატიმრობაში, ხო? აი ასე გამოდის. რაც უფრო მეც საერთოდ ჩვეულებრივ არის, რომ რუსეთშიც კი არ განხორციელებულა ეს სწრაფად. ბელარუსზე საუბარი ზედმეტია. ეს ყველაფერი ხორციელდებოდა ძალიან ნელა, თანდათანობით ყოველ ნაბიჯს, ასე ვთქვათ. ესე იგი, მცირე ადამიანს ეხებოდა, ამიტომ ყველა დანარჩენი ფიქრობდა, რომ ამით გაჩერდება ეს ყველაფერი. აქ ყველაფერი ძალიან სწრაფად მიდის. ის რაც რუსეთში მიღებული იქნა 13 წლის განმავლობაში 2021 და 2011 და 2024 წლამდე ის ჩვენთან დაჩქარებული ტემპით 1 წელიწადზე ნაკლებ დროში მიიღეს. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ახლა ყველაფერი რაც უფრო სწრაფად უჭერ, მით უფრო ძლიერია წინააღმდეგობის მასა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთდროულად არტყამს ყველას ეს და შესაბამისად ერთდროულად გიჩნდება ბევრი მოწინააღმდეგე. უვიზო რეჟიმი ბიძინა ივანიშვილის მომხრე ძალიან დაარტყამს, რადგანაც ძალიან ბევრი მათგანი სამ-სამი თვით ევროპაში მიდის სამუშაოდ, ისე რომ არ სჭირდება ვიზა. ისინი ვიზას ვერასდროს ვერ აიღებდნენ, იმიტომ რომ არანაირი შესაბამისი საშუალება არ ჰქონდათ და ერთია, როდესაც შენ ტურისტულ ვიზას იღებ და მერე იქ ჩადიხარ და სამუშაო ზებნას იწყებ, ეს უკვე დარღვევა. მეორეა, როდესაც უვიზოდ ჩადიხარ და ასოცირების ხელშეკრულება გაძლევს საშუალებას, რომ 3 თვე იმუშავა, შემდეგ დაბრუნდეს სახლში, ისევ 3 თვის შემდეგ ისევ წახვიდე, კიდე 3 თვით და ნახევარწელი და ძალიან დიდ თანხებზე აქვს საუბარი და ის ხალხი რეალურად ამით ცხოვრობს დღეს და წარმოიდგინეთ ახლა ეს როდესაც გადაეკეტება. ну გასაგებია რომ ვისი ბრალია ამ შემთხვევაში ევროკავშირის ბრალი არ არის. ამ შემთხვევაში არის ქართული ოცნების ბრალი. შესაბამისად აქედან გამომდინარე განაწყენება ამ მიმართულებითაც იქნება და სერიოზული განაწყენება იქნება. პლუს ამას ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ვერ გრძნობს რეალურად რას კარგავს, იმიტომ რომ არ ახსოვს ის პერიოდი, როდესაც ვიზის რიგები იყო, ჩაგირტყამდნენ, არ ჩაგირტყამდნენ იყო, როდესაც უბრალოდ იყიდის იაფასიან ბილეთს და ნებისმიერ მომენტში მიემგზავრება, ის ამას ვერ შეძლებს. შესაბამისად ავტომატურ რეჟიმში მისთვისაც უარესდება ვითარება და ეს რეჟიმისთვის ძალიან რთული ამბავი, ამდენი განაწყენებული მოსახლე. ამდენი განაწყენებული ადამიანი, ისედაც ხო ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იზრდება და ახლა ამდენი პოლიტპატიმარი, ახლა წარმოიდგინეთ, რომ
ამ მცირე ხანში ჩვენ გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი და რიცხვი იზრდება მხოლოდ. და წარმოიდგინეთ ახლა მათე დევიძის სადმე გამოტანილი განაჩენი, რომელიც აბსოლუტური აბსურდია, ხო, ნებისმიერ სახელმწიფოში მსგავსი რამ არ მოხდებოდა, საქმეც კი არ მივიდოდა არანაირად სასამართლომდე არაფერი, ხო? და ამას მოყვება ახლა კიდევ დანარჩენი პროცესები, თან ეს ყველაფერი სწრაფად მიდის, იმიტომ რომ 9 თვიანი ვადა იწურება, შესაბამისად აგვისტომდე უნდა მორჩეს პროცესები და წარმოიდგინეთ, რამდენი განაწყენებული ერთად ხდება. ის სცენა საქალაქო სასამართლოში, რომელიც დღეს სხვა შორის იმად იქცა ერაყულმა ტელეკომპანიამ ვითომ ისრაელის თავშესაფარში მომხდარ სცენად რო გაასაღა. ის სცენა ხო მსგავსი სცენა ჩვენ არ გვინახავს არასდროს სასამართლოში. არასდროს არ ყოფილა ასეთი რამ. და რამ გამოიწვია ეს რომ იმდენი პროცესია, იმდენი ადამიანია ამ საბრალდებო სკამზე, ყველას მათგანს თავის ნათესავები ყავს, ყველა მათგანმა იცის რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა მისი შვილი იქნება, ძმა იქნება, და იქნება, პატიმარი იქნება, უბრალოდ ნათესავი იქნება, უბრალოდ ყველა აბსოლუტურად უდანაშაულოა და მათ რასაკვირველია ახლა ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ ძალიან მოქმედებს რეჟიმის საწინააღმდეგოდ. კი, ნამდვილად და თან ყველამ დაინახა უკვე რომ აი რაც ამ მართლა უდანაშაულო ბავშვს, ბიჭს, რომელიც 21 წლის ციხეში გახდა, გამოუტანეს განაჩენი, იგივე იქნება მთელი წყება ეხლა რეჟიმის იმ პატიმრების მიმართ, რომელიც ყვავს, ხო, არაერთი ციხეში და მათ შორის თქვენი კოალიციიდან ჩვენ სამი ლიდერი და უკვე მეორედ აგერ მეორედ იძახებენ, უკვე რომ ერთი დაჭერა არ ყოფნის, შეიძლება მეორედაც დაიჭირო, ხო, მოკლედ სრული სიგიჟეა ამ ვითარებაში არა, თან ჩართვით იბარებენ, ჩართვის საშუალებით, ანუ ესე იგი გამოსული არ იქნებიო ციხიდან იმ დროს ეუბნებიან, ხო, იმ დროს ციხეში იქნები ჯერ ეუბნებიან, ანუ ესე იგი ყველას დაჭერას აბირებენ. ხო, ყველას დაჭერას აბირებენ. ეს ფაქტია, ეხლა ბატონ თემურ, ხო, იმიტომ ჩაამატეს ეს მუხლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულში იყო იგივე კვალიფიკაცია, ხო და ადმინისტრაციულში დარჩა კიდევაც და ამის შემო გამოიგრეა ჩამატებული კაცი შვილის წინააღმდეგ არ არის გამოყენებული ეს არასდროს ეს მუხლი აქამდე გამოყენებული არ ყოფილა 1999 წლიდან მოყოლებული და ადმინისტრაციულში ცვლილება შევიდა 2010 წელს და შესაბამისად ის რეალურად უფრო გვიანაა შესული მაგრამ ანუ რეალურად ეს ხო მართლაც ადმინისტრაციულის საქმეა რეალურად რომ ვილაპარაკოთ ჯერ ეს კომისია რა არის ხო ვიცით მაგრამ რომც მართლა კომისია იყოს რეალურად ახლა მართლა ადმინისტრაციული ამბავი უნდა იყოს მაგრამ ნუ ხედავთ რომ აი ასეთი სიტუაცია კი აი არის თქმა მინდა როცა აი ასეთი ვითარება არის ქვეყანაში რა შეიძლება მოხდეს აი რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი რომ ბიძინა ივანიშვილის აი ეს დიქტატურა რაღაცნაირად შეჩერდეს ეს რეჟიმი დასრულდეს დღეს ვნახეთ რომ აგერ რასაც აპირებენ ამ 4 ოქტომბრის არჩევნებზე გამოაჩინა კიდევ ერთხელ ხო ირაკლი კობახიძემ რომ რაში გჭირდება ეუთო ოდირი რისთვის უნდა ჩამოვეყოთ მაქსიმალური არათანამშრომლობა რეჟიმთან ეს არის ერთადერთი გამოსავალი ავტორიტარულ სახელმწიფოებში ეს არის ის რაც ყოველთვის მუშაობს პრაქტიკულად როცა არ თანამშრომლობ რეჟიმთან და არ ასე ვთქვათ აქცევ ყურადღებას ის რას აკეთებს ეს არის მისთვის ყველაზე დამაზიანებელი იგივე აი ირანზე ამდენს რო ვლაპარაკობთ ირანში რამდენიმეჯერ სცადეს რომ ეგრეთ წოდებული რეფორმისტი კანდიდატები საერთოდ არ დაეყენებინათ პრეზიდენტობას და ნუ ამას მოყვა ისეთი ბოიკოტი რომ 40% მივიდა მარტო არჩევნებზე და შესაბამისად შემდეგ არჩევნებზე ჩასვეს ერთ ყველაზე ისეთ ლაით რეფორმის უშვებენ ხოლმე ანუ რეჟიმს ის არ აწყობს სრული ბოიკოტი ამ შემთხვევაში მისთვის აბსოლუტურად დამაზიანებელია. ყველასაც ნათელი ხდება. ამას თვითონ ხომ იცის რეალურად რამდენი გამოდის იმ ბოიკოტის პირობებში ყველაზე კარგად ხედავს რამდენია მისი ამორჩეველი, რამდენი მივიდა საერთოდ. აჰა, კი. ყველაზე კარგად მაშინ ხედავს იმ სიტუაციაში და ხედავს რომ ძალიან შერყეულია. ხო და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიციაც თავიდანვე ზუსტად ამ მიმართულებით იყო რომ არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ, მაინც დაგიჭერენ.
ამიტომ თავიდანვე არ უნდა ითანამშრომლო. თავიდანვე ასე ვთქვათ, უნდა დააფიქსირო ეს პოზიცია. აი ახლა მომდევნო სტუმარის და მის პარტიის მაგალითზე ვნახავთ, რომ კი, თუ უნდა ბიძინა ივანიშვილმა თუ გადაწყვიტა ვინმეს დაჭერა არშველის, ამას მიხვალ თუ არა კომისიაზე, როგორც ეს მაგალითად გახარიას შემთხვევაში. ერთადერთი რაც გახარიას ნორმალური ქონდა გაკეთებული, ეს არის ჩორჩანის საგუშაგო და მაგაზე აუხი. ხო, ანუ ერთადერთი რაზეც მართლა მეც კი რომ მომწონს ისეთ ნაბიჯი რო გადადგა. კი ბატონო, დიდი მადლობა.